Pershi, თქვენ უყურებთ ვახუშტის ამბებს 19 საათზე, ვსაუბრობთ წინასაარჩევნო ვითარებაზე, პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ჩვენი სტუმარია არმაზ ახვლედიანი, პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივანი. საღამო მშვიდობისა, ბატონო არმაზ. გამარჯობა. ბატონო არმაზ, სოციოლოგიურ კვლევებზე მინდა გკითხოთ, ორი კვლევის შედეგი გვამცნეს, ჩვენ ერთი რაც რუსთავი ორის ეთერით მოვისმინეთ და მეორე ეს იყო ფრაგმენტი, რომელიც წარმოგვიდგინა ქართულმა ოცნებამ შიდა კვლევის. რა დასკვნები გამოიტანეთ თქვენ ამ კვლევის შედეგების გამოცხადების შემდეგ? დასკვნა მთავარი ერთია, დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა პოლიტიკურ ველზე და მდგომარეობა უპირველესად მძიმეა ქართული ოცნებისთვის. რა თქმა უნდა, ამ შეფასებებს, კვლევის შედეგებს სხვადასხვანაირად აფასებენ პოლიტიკოსები და ჩვეულებრივ ისინი სუბიექტურები არიან, ვართ. მაგრამ თუ ვკითხავთ საზოგადოებას, მის აქტიურ ნაწილს აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე უფრო ზუსტი შეფასება სწორედ ესაა. უნდა გითხრათ, რომ 4 წლის განმავლობაში მოსალოდნელიც იყო რეიტინგის ვარდნა მართველი ძალისა, ეს ასე ხდება ხოლმე ჩვეულებრივ სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ასეთ ვარდნას ვფიქრობ არავინ არ ელოდა. საზოგადოება ახსენეთ თქვენ, შეგიძლიათ გითხრათ საზოგადოებისგან რა გზავნილები მიიღეთ თქვენ როგორც პოლიტიკოსმა, აი კვლევის შედეგს და მის შეფასებებს უწოდეთ სუბიექტური და გასაგებია აბსოლუტურად რომ პოლიტიკოსები თავისი გადმოსახედიდან და ინტერპრეტაციით შეიძლება ლაპარაკობდნენ კვლევის შედეგებზე, განწყობები საზოგადოებაში და ამ კვლევის შედეგები, სად გვაქვს ყველაზე დიდი აცდენა თქვენი აზრით? მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ოცნების ხელისუფლებამ სხვადასხვა მიმართულებით წარმატებასაც მიაღწია, მთავარი ვერ გაკეთდა, მთავარი ვერ შესრულდა. საზოგადოების უმთავრესი მოლოდინი ვერ გამართლდა. გეტყვით ასე, ოცნებამ პრაქტიკულად ვერც ერთ გაკეთებულ საქმეს ვერ მოაყარა მარილი, საჭირო მარილი და უმთავრესად ეს ვერ მოახერხა პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში. ადამიანთა დიდი უმრავლესობა ჩვენ საზოგადოებაში დღესაც ფიქრობს, რომ ყველაფერი რაც ხდება პოლიტიკაში, მართველ ძალაში, მის გარეშე ხდება, მისი ჩართულობის გარეშეა. მის ხმას, მის აზრს არც ქონდა აზრი, არც აქვს აზრი. ეს არის ვფიქრობ უმთავრესი წუხილი ჩვენი საზოგადოების და უმთავრესი შეცდომა და პრობლემა ქართული ოცნების. პოლიტიკური და სამართლებრივი ორი საკითხი გამოყავით თქვენ აქ. ამ არჩევნებზე თქვენი აზრით ეს იქნება თუ არა გადამწყვეტი ფაქტორები, რის მიხედვითაც ქართველი ამომრჩეველი გააკეთებს არჩევანს, თუ მაინც კვლავ სოციალური საკითხები წამოვა წინა პლანზე. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პოლიტიკოსები ეკონომიკაზე, სოციალურ პრობლემატიკაზე და ეს გასაგებია ერთი იმის გამო, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად მართლაც ეს აწუხებთ, ხომ? გაჭირვება არის ქვეყანაში. მაგრამ გადამწყვეტი საკითხი გახდება თუ არა სწორედ სოციალური თემატიკა ოქტომბერში. ქვეყანაში გაჭირვება, ეს გაჭირვება ოცნებას არ მოუტანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ოცნებამ ეს გაჭირვება გააღრმავა და ვერ მოახერხა ის, რომ მეტი ჩართულობით საზოგადოების რეფორმების უფრო სწრაფი და გააზრებული, რაც მთავარია ტემპით, მოხერხებულიყო ის, რომ დღეს არ ყოფილიყო ასეთი სავალალო მდგომარეობა. მე ხშირად მიწევს ხოლმე მაგალითების მოყვანა, ახლაც გეტყვით, რომ გუშინ წინ დავბრუნდი ბათუმიდან, მალე ისევ ბათუმისკენ მივდივარ და ის რაც ხდება დღეს აჭარაში, ქალაქ ბათუმში არის ნამდვილად მაჩვენებელი იმისა, რაც ხდება საქართველოში. საილუსტრაციოა ნამდვილად, იმიტომ რომ იქაური საზოგადოება სამწუხაროდ უმრავლესობა ამ საზოგადოებისა გრძნობს, რომ ის არის აბსოლუტურად გაუცხოებული და გარიყული ადგილობრივი ხელისუფლებისგან. რომ მისი პრობლემები რეალურად არავის არ აინტერესებს, გარდა იმ დროისა, როცა დგება არჩევნები და რამდენიმე თვით ადრე ხელისუფალნი ინებებენ, რომ დაინტერესდნენ მათი პრობლემებით. სოციალურით, ეკონომიკურით, ყოფითით რა არის ეს? თუ არა მოჩვენებითობა, გაორება და ის სიყალბე, რომელიც სამწუხაროდ დამკვიდრდა ქართულ პოლიტიკაში.
ჩვენ როდესაც წინა შეხვედრის დროს გქონდა ინტერვიუ, თქვენ მითხარით, რომ აპირებდით გაგეგრძელებინათ პოლიტიკური აქტიურობა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი და ქართული ოცნების გზები გაიყო. გააქვთ დღეს პასუხი იმაზე, როგორ აპირებთ წარსდგეთ ამ მომრჩევლის წინაშე? ვფიქრობ, რომ მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, ქალაქ ბათუმში. ალბათ ამის შესახებ განცხადებასაც თავის დროზე მალე გავაკეთებ. ეს ნაბიჯი უპირველესად ნაკარნახევია იმით, რომ ხვდები დღეს პოლიტიკას ჭირდება ახალი, სწორი მუხტი. ეს მუხტი მას აკლია და საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში, რეგიონებში, მათ შორის ბათუმში, აჭარაში არის არაერთი ადამიანი, ვინც ამ მუხტის მატარებელია. რა არის ჩვენი მთავარი უბედურება? უბედურება ისაა, რომ ხელისუფლება ამ ხალხს იგნორირებას უკეთებს. ცდილობს, რომ საკუთარ ოთახში ჩაიკეტოს და ისე გადაწყვიტოს ყველაფერი, როგორც მას მიაჩნია ეს საჭიროდ. იყოს თავდაჯერებული, სხვადასხვა ეს კვლევებიც ხელისუფლების მიერ შეკვეთილი აჩვენებს, რა სავალალო მდგომარეობაშია ხელისუფლება, როდესაც ის ამ კვლევებით ასე ნებივრობს, მე ვიტყოდი და ალბათ ცდილობს, რომ სასურველი 8 ოქტომბერს როგორღაც დაამტკიცოს და საბოლოოდ მისი ვერდიქტი ასეთი იყოს. მას სურს, რომ კონდეს 100-ზე მეტი ადგილი პარლამენტში, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ეს არის ძალიან სახიფათო თამაში. იმდენად სახიფათო, რომ ამ თამაშმა შეიძლება არა მხოლოდ ოცნება, არამედ ქვეყნის პოლიტიკური სვლა, გზა შეიყვანოს ჩიხში. იმიტომ რომ ოცნება 4 წლის განმავლობაში აჩვენა, რომ მისი მარტო მიტოვება არ შეიძლება. მას არ ძალუც სწორი გადაწყვეტილებების მიღება და არ შეუძლია სტრატეგიის სწორად განსაზღვრა. მისი ერთადერთი საკეთებელი დღეს სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ისაა, რომ აჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას და საზოგადოებას, როგორ დემოკრატიულად აპირებს არჩევნების ჩატარებას, სინამდვილეში კი ადმინისტრაციული რესურსი არის სრულად მობილიზებული და სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ არ დაიხევენ უკან ამ რესურსის გამოყენების. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ სახიფათოა, თუნდაც ამ კვლევაში არის ასეთი მონაცემი, რომ ქართულ ოცნებას აქვს 35%, თავისსავე კვლევაში. ამბიცია არის 100-ზე მეტ მანდატზე. აქ არის მაჟორიტარების თემაც, მაგრამ ერთი წუთით მაჟორიტარების საკითხი გადავდოთ. სახიფათოს უწოდებთ იმას, რომ ხელისუფლებამ შეიძლება მიიღოს სასურველი მანდატები, მაგრამ მას პოლიტიკური ლეგიტიმაცია მაინც არ ეყოს. ამაში ხედავთ ხიფათს. უმთავრესი ხიფათი სწორედ აქაა, როდესაც ასეთი აცდენა კვლევის შედეგებს, ხელისუფლების წარმოდგენებს და საზოგადოების განწყობებს და დამოკიდებულებას შორის ეს ნიშნავს იმას, რომ დუღილის ტემპერატურა იმდენად მოიმატებს, რომ შეიძლება კრიტიკულ ნიშნულს მიაღწიოს და ამის შემდეგ როგორ განვითარდება პროცესი, ამაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება მმართველ ძალას. დღევანდელ მმართველ ძალას, რომელიც რა ფორმით შეინარჩუნებს ამ მმართველობას 8 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვხედავთ, რომ ზოგიერთ ყოფნის თავხედობა განაცხადოს, რომ უნდა მოვიდეს ასეთი უმრავლესობით ხელისუფლებაში. მე კი ვფიქრობ, რომ ოცნებამ აჩვენა, რომ 4 წლიანი ექსპერიმენტი აღმოჩნდა წარუმატებელი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ოცნება მიიღებს ხმებს, ობიექტურად ეს ასეა, მაგრამ მას შეუძლია მიიღოს ხმების მხოლოდ გარკვეული რაოდენობა და არა იმდენი, რომ მოახერხოს თავად კონდეს გადამწყვეტი სიტყვა მომავალ პარლამენტში. ბატონ არმას, ისევ თქვენს გეგმებს მინდა მიუბრუნდეთ, თქვენ გითხარით ცოტა ხნის წინ, რომ ბათუმიდან აპირებთ იბრძოლოთ იმისთვის, რომ მოხვდეთ საქართველოს პარლამენტში. შეგიძლიათ გითხრათ, ვინ შეიძლება ვიხილოთ თქვენთან ერთად? ანუ თქვენი გუნდი როგორ იქნება წარმოდგენილი? თქვენ აპირებთ მაჟორიტარობას, როგორც მივხვდი, მაგრამ ყავთ სავარაუდოდ ხალხი, ვისთანაც ერთად აპირებთ ამ მიზნის და ალბათ სხვა მიზნების მიღწევასაც. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები მრავლად არიან ბათუმშიც, სხვა ქალაქებში და რაიონებში, აქ დედაქალაქში. ბევრი ადამიანი, რომელიც დაგიდგება არა უბრალოდ შენ გვერდში, არამედ უდგება გვერდში იდეას.
სიკეთის იდეას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მაპატიეთ მე თქვენს ეთერში ეს მithქვამს, მაგრამ ვალდებული ვარ გავემეორო. შესაძლებელია მოჯადოებული წრის გარღვევა. დღეს ამ მოჯადოებულ წრეზე ბრუნავს ქართული პოლიტიკური მანქანა და მისი გარღვევის არანაირი სურვილი მართლ პოლიტიკურ ელიტას არ გააჩნია. სხვათა შორის არც სხვებს გააჩნიათ განსაკუთრებით, ყველას არ გულისხმობ, მაგრამ აქა-იქ პოლიტიკურ ველზე განფენილ ძალებს ვგულისხმობ. და გეტყვით, რომ ყველგან ოცნებაშიც, მის მიღმაც, ნაციონალურ მოძრაობაშიც, ახალშექმნილ პოლიტიკურ ძალებშიც და რაც მთავარია ამ პოლიტიკური ველის მიღმა არის ასობით, ათასობით სწორად მოაზროვნე სხვადასხვა ასაკის ადამიანი, რომელთაც შეიძლება აერთიანებდეთ მხოლოდ ერთი სურვილი, ერთი მისწრაფება. გაირღვეს ეს მოჯადოებული წრე და საქართველოს მოახერხოს ნორმალური განვითარება. როცა ვამბობთ ნორმალურს, ვგულისხმობთ იმას, რომ დღეს ვინც მოლოდინშია იმის, რომ 8 ოქტომბერს ოცნება გაიმარჯვებს, რა კარგია, რა ბედნიერებაა, იმიტომ რომ მე მივიღებ სამუშაო ადგილს, რაღაც თანამდებობას, ოცნებაში დღეს მყოფი ბატონები ფიქრობენ, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ძალაუფლებას, ზოგი ფიქრობს, ჩვენი ბიზნესი კვლავ აყვავდება, გაიფურჩქნება, აი ეს შეხედულებები, ეს მავნე პრაქტიკა თუ არ შეიცვალა, თუ არ დაიმსხვრა, მე ამას შეგნებულად ვამბობ, თუ არ დაიმსხვრა, მე გეტყვით, რომ საქართველოს ძალიან მძიმე დროელის და ჟამიელის ასეთ შემთხვევაში. ამიტომაც ჩვენ ყველამ ჩვენი ძალის მიხედვით შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა მოვახერხოთ და წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ მავნე პრაქტიკას და ამის მსურველთ. ანუ თქვენი ეს განცხადება შეგვიძლია გავიგოთ ისე, რომ თქვენ უკვე იცით პოლიტიკური ძალები, რომელთანაც შესაძლოა ითანამშრომლოთ. ვფიქრობ, რომ ყველგან ყოველთვის მოიძებნებიან ცალკეული პიროვნებები, ვისთანაც შეიძლება თანამშრომლობა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, რა თქმა უნდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ იქნებიან პოლიტიკური ძალები, ვისთანაც შეიძლება თანამშრომლობა მთავარ ფუნდამენტურ საკითხებზე, თუ ფასეულობათა სისტემა ჩვენ გვაერთიანებს. თუ არა, რა თქმა უნდა, ასეთი თანამშრომლობა ვერ შედგება. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. არმაზ ახვლედიანი თავისი პოლიტიკური გეგმებით იყო ჩვენთან გადაცემაში სტუმრად, პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივანი, რომელიც აპირებს ბათუმში იბრძოლოს იმისთვის, რომ მოხვდეთ საქართველოს პარლამენტში. დღევანდელი ეთერი ამით დასრულებულია. თქვენ წინ გელოდებათ რუიანი ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად. მე კი გემშვიდობებით 2 კვირით შვებულების შემდეგ დაგიბრუნდებით კვლავ პირდაპირ ეთერში. გმადლობთ ყურადღებისთვის.